მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვართ სტუმრად მალხაზ გვალუკაშვილთან, ეს გახლავთ მეტაფიზიკოსი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის მხარდამჭერია საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი და ატომს აუდიო. პირველი შეკითხვა ასეთი იქნება, რომ ზოგადად თქვენი წარმოდგენები და თქვენი ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ წარმოიშვა მუსიკა, რა კავშირი აქვს ამას ზეციურ სამყაროსთან და ადამიანებთან. მე მუსიკოსი არ ვარ, ასე რომ ვთქვათ, მოყვარული კი ბატონო, მიყვარს მუსიკა. მუსიკის წარმოშობას თავის პრინციპი პირველი ალბათ რიტმის წარმოშობა იყო. და მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში და ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ რიტმი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი იყო ადამიანის ცხოვრებაში. რიტმი გარკვეულად დროსაც განსაზღვრავს და იმიტომ. კი ბატონო. ხო და ხოლო შემდეგ, რა თქმა უნდა, უმარტივესი პირველი ალბათ უმარტივესი ინსტრუმენტები, ეს ალბათ პირველი ჩასაბერი ინსტრუმენტები იქნებოდა. რომელიც სხვადასხვა ძვლისგან, ლერწმისგან, ბევრი ამისგან კეთდებოდა. და იმას იყენებდნენ. ხოლო შემდეგ უკვე, შემდეგი ეტაპი, როგორც ასეთი, ალბათ სიმებიანი ინსტრუმენტები. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში, ახლა ეს თანამედროვე ინსტრუმენტები დღეს რომ არის, ესენი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა. მაგრამ ამათი წინაპრები იყო. ხო. მუსიკა პირველ ეტაპზე ეს არ იყო გართობითი საშუალება. ეს უფრო რიტუალური საშუალება იყო. და ამით გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ, თავიანთ ხოვნას, თავიანთ რიტუალს. აი დღემდეა სხვათა შორის არის ესეთი დოკუმენტური ფილმი ბარაკა. 98 წელს გადაღებული. სადაც არის ერთ-ერთი იმაში, ერთდროულად 100-მდე კაცი გარკვეულ რიტმში ასრულებს გარკვეულ მანტრას, ესე შეგვიძლია დავარქვათ. სადაც საერთოდ სიტყვები არ არის, მაგრამ ერთ რიტმში მოძრაობენ და ერთ რიტმში როკვა და მუსიკა, ეს რიტმი ერთდროულად წარმოიშვა ალბათ ადამიანში. და ხშირ შემთხვევაში მსგავს ცხოველებშიც კი შეამჩნევთ. იგივე სიტუაციას. და ეს პროცესი იქნებოდა პირველი. ამისათვის ალბათ საჭიროა უფრო ჯერო დღეს ველურებს ვეძახით. იმ ადამიანების შემოქმედებითი პროცესის გაცნობა. მე ცოტა მეცინება ხოლმე იმაზე, რომ იმათ ველურებს ვეძახით, იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში ის ველურები უფრო შორს არიან წასულები, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩვენ უფრო დამიწებულები ვართ და ისინი უფრო ცასთან ახლოს არიან. ეს ალბათ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდებოდა ადამიანში, ჯერ კიდე იმ პერიოდში, ლაუძი რო იყო და როდესაც ადამიანები კიდე ბედნიერები იყვნენ. და არანაირი პრობლემები არ ჰქონდათ, ალბათ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში სწორედ ესე გაგრძელდებოდა ეს ურთიერთობები. შემდეგ დაიწყო შავი ეპოქა. სადღაც 5000 წლის წინ. და ამის შემდეგ უკვე მეტნაკლებად წარმოდგენა გვაქვს რა ხდებოდა, ხო? პირველი ჰარმონიის თეორია ვინ შექმნა? პითაგორა. და ჰარმონიის თეორია კი არ შექმნა მარტო. ჰარმონიის თეორიასთან ერთად მან სიმებიანი ინსტრუმენტები შექმნა. და დააწყო პირველი წყობა. ყოველ შემთხვევაში ესეა დღეს მოცემული და ესე ვიცით. კი ბატონო, რა ხარ პითაგორა ვახსენეთ? აი რა კავშირი აქვს ზოგადად მათემატიკას მუსიკასთან? ძალიან ბევრი კავშირი აქვს, მაგრამ ჰარმონიის თეორია მათემატიკაა. კი ბატონო. პითაგორას ჰარმონიის თეორია მუსიკალური თეორია არ შეუქმნია. მან შექმნა როგორც სფეროთა მუსიკას ეძახდა ამას ყველაფერს. ანუ სამყარო მთლიანად ამ სფეროებად არის დაყოფილი და ეს სფეროებს თავისი მუსიკა აქვს. ის ამბობს პირდაპირ. მთელი სამყარო შექმნილიაო ბგერის, ფერისა და ფორმისაგან. პირველი ეს არის ბგერა. ბგერა, აკუსტიკა. ვიღაცამ სადღაც კლდეებს შორის დაიძახა აუ და გაიმეორეს აუ და მუსიკა იყო მისთვის ეს ყველაფერი. ანუ აკუსტიკა. პირველი ბგერა. და აქედან იწყება ყველაფერი. თვითონ სამყაროს თავის მუსიკა აქვს. ჩვენ გარკვეულ ვიბრაციებში ვცხოვრობთ. მთელი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ ჩვენ ეს შეიძლება არც გვესმის ხშირ შემთხვევაში. ეხლა რო იწევა გასაგებია, რომ ყურებში ბევრს აწუხებს, მაგრამ ზოგადად, ჩემი ახალგაზრდობის განმავლობაში იყო 7.4 ჰერცის სიხშირე დედამიწის. ეს მუსიკაა, დედამიწის მუსიკა. დედამიწის ბგერა. ჩვენ იცი რომ მთელ კოსმოსში მუსიკა, ხმა ისმის, მუსიკა ისმის. ახლა ჩვენ მუსიკას ასე ვეძახით, გააჩნია.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა ის ბგერა მე რაღაცები მაქვს, მოსმენით აწერილები არსებობს. ყველა ეს ბგერა აბსოლუტურად ჰარმონიულია. არა არც ერთ შემთხვევაში არ არის. მაგრამ როდესაც იმიტომ რომ კაკაფონია ეს არ არის მუსიკა. არეულობა ეს არ არის მუსიკა. მუსიკა მკაცრად დაწყობილი და ჰარმონიული წყობაა. მათემატიკაც ჰარმონიულია. ღმერთი დიდი მათემატიკოსი იყო რედარი ავგუსტინე ამბობდა. ხო და თუ მთელი ეს სამყარო სიტყვით შექმნა, ესე იგი ბგერით შექმნა, ესე იგი მუსიკით შექმნა რეალობაში. ხო და თუ რეალობა საიდან მოდის ხშირ შემთხვევაში ამბობენ ეს ყველაზე დახვეწილი მუსიკა ეს არის სხვათა შორის აი იგივე ქართული ხალხური სიმღერა მრავალხმიანზე პოლიფონია პოლიფონია რო აიღო ეს არის ნუ შოკის მომგვრელია ხშირ შემთხვევაში და ამიტომ ხშირად არ უსმენ ხოლმე არის მომენტები როცა უნდა უსმინო ხო განწყობა შესაბამისად არა ხასიათი შეიძლება იმის განწყობა ყოველთვის ექნება უბრალოდ რა არის იცი ყველა სიტუაციაში ვერ უსმენ ხო გარკვეულად შენ უნდა მასში ჩაჯდე თუ გინდა ვისმინო თუ არა და არ უსმენ რა ხო მე მსგავსი მოსმენელი მაქვს სამხრეთ აფრიკულები გახსოვს ძალიან ახლოა ჩვენ ფანტასტიკურია მსგავსი ბევრ ქვეყანაშია სამხრეთავე ზულუსების მუსიკა ხო აი საოცრება ახლა ველურები არიან ხო ზულუსები ველურები არიან და ისინი რა ქვია ერთხაზიანი მეფსმღერია სიმღერებს ისინი არიან ძალიან განვითარებული. რა ხა მსგავსებაზე მივედით? კორსიკელებზე რა სიტყვით? ძალიან გვანან ჩვენ. კი ბატონო, მე კორსიკული უფრო გვიანდელია, ხო? გვიანდელი, ხო. ის ველურის სასტავია. კორსიკული ბასკურშიც არის. კი, ბასკურში. რაღაც ამ შემთხვევაში მე შედარებას არ ვაკეთებ. ხო. მე უბრალოდ ვიძახი. რა არის იცი? ძალიან ხშირად მიფიქრია, საიდან მოდის ეს მუსიკა. ხა ვისაც განუცდია სერიოზული ტრანსი გასვლა სხეულიდან გაუკეთებია და გარკვეულად უმოგზაურია სამყაროში პირველი გასვლა იწყება რამდენიმე რამით და ძალიან უცნაურია თითქოს უცბად იწყებს უამრავი ფრინველი გალობას ოღონდ შეწყობილად ხო იწყება ზარების რეკვა და უკვე გასული ხარ ეს შეგრძნება იწყება მაღალ სივრცეში როცა მაღალ სივრცეში გადიხარ და იქ ირთვება ხმები რომლის აღწერა შეუძლებელია. თითქოს ერთი 10,000 კაციანი გუნდი ერთად მღერის, ოღონდ დაწყობილად. რა საინტერესო. და ძალიან მაღალ სერიოზულ მაღალ ტონალობაში. ეს არის უმაღლესი მუსიკა. ეს არის შეიძლება ამას შეადარო არ ვიცი რა შეიძლება შეადარო. აი ძალიან მიყვარს არა ქვეყნიური რაღაცა. ძალიან მიყვარს ორფი. ხო. ორფი, კარმინა ბურანა. და იქ არის ხორები. გუნდებია რა. აი იმასე 1000 ჯერ მაგარია. ხო, აი მაგას ვიცახი, ხოლმე სიტყვები შეიძლება ვერ გაიგო. იგივე მოცარტის რეკვიემი რო არის. კი ბატონო. 1000 ჯერ მაგარია. ეს არის უმაღლესი მუსიკა, მე ესე ვთვლი. ეს არის უმაღლესი მუსიკა. მაგრამ როგორ იყო, იცი, პირველად ნებისმიერი რიტუალი, ახლა რიტუალს ძალიან ხშირად არის საუბარი და ძველი ადამიანი რიტუალს ატარებდა. რიტუალი სპექტაკლია. კი ბატონო. სპექტაკლია. ყველაფერზე რიტუალს ატარებდა. წვიმა უნდა და მოსულიყო რიტუალს ატარებდა. კარგი მოსავალი უნდა მოსულიყო რიტუალს ატარებდა. სიყვაზე წვიმის გაჩერება უნდა და იმაზეც რიტუალს ატარებდა და ასე შემდეგ. ნებისმიერი ეს რიტუალი არის თამაში. ეს რიტუალი არის სპექტაკლი, გარკვეულად. რომელსაც მოყავს ადამიანი ემოციაში და შემდეგ ამ ემოციას გამზადებულ ემოციას ემორჩილება სამყარო. და მართლა ხდება ის რაც უნდა ინდიელებს ხო ხონდათ მსგავსი რაღაც. კი, ინდიელებს ჩვენც გვქონდა და ინდიელებს ველაპარაკობ და კეციმბირია ფანტასტიკური ბურიატები, ჩუქჩები, ყველა ძველებს, აფრიკელები ფანტასტიკური ფილმი აქვს მაგაზე გადაღებული ალბერტო მორავია. ალბერტო მორავია 65 წელში დადო დოკუმენტური ფილმი ესეთი შიშველი მაგია. სადაც არის ეს მომენტები, ეს თქვათ იგივე ველურები რო ხტუნავს ყველა ერთად როკავენ გარკვეულ რიტმში და იმას შვებიან, რა ქვია, მღერიან. გადიან ტრანსში გადიან. მარტო ტრანსში კი არ გადიან, იქ ისაყავთ, რა ქვია, ავანტყოფი და იმას ფეხზე აყენებენ. ისეთი, რომელიც ფეხზე ვერ დგება. ერთ-ერთ რიტუალში არის იქ ნაჩვენები. ეს რა არის? ეს არის იმ სიხშირეზე მოყვა, სამყაროს სიხშირეზე ადამიანის მოყვანა.
ამიტომ მუსიკას დიდი როლი აქვს ადამიანში. როგორც მაგრამ რა სამხურნალო. ხდება? კი, რა თქმა უნდა. თუ დაუკვირდები ძველ მუსიკას, ნუ ახლა მე ბიზანტიური ჰიმნებიც მაქვს მოსმენილი. მართალია იმ დროის შესრულებით არ ვამბობ, ეხლანდელი შესრულებით, მაგრამ ქართული ჰიმნები ხო, ნუ ვიცით ეს საგალობლებს რო ეძახით, ხო? მე შემიძლია სიამაყით თქვა, რომ ქართული ბევრად მაღალი დონეა. თუმცა ისინი ძალიან მაგრებია. დაგეთანხმებით. ხო. მუსიკას ქმნის გარკვეული გარემოც. კი, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა გარემო. და ის გარემო რამდენად შეესაბამება რომელ გარემოში ჩვენ ხარ დაბადებული და კასტილეს გარემო ქმნის სპეციფიურ მუსიკას. მე ახლა განსაკუთრებით მიყვარს ჯაზი და ბლუზი. კი, ბატონო. მეტუმეტეს ამათი ნაჯვარი ერთად. პრინციპში ბლუზი არის ფუნდამენტი ჯაზის, ხო? და ამათი დიქსილენდი, ბლუზი და გასპელი რა უბრალოდ. და ეს პოზიციით აქედან მოდის, ხო? იცი მე ვთვლი რომ ეს იმიტომ მოხდა და იმიტომ გავედი ესე მარტივად და იმიტომ მომწონს ეს ყველაფერი რომ ჩვენ საფუძველში დევს ეს ქართულში. კი, სხვადასხვა. მე ნამდვილ ქართულ საფუძველზე მეყლაპარაკე. გურული, გრიმაჯულები, გურულიც და კახურიც და ქართლულიც და ეს პოლიფონიური სიმღერები რაც არის ჩვენთან. იცი ეს რო დაუკვირდე ხო? თავის შემოძახილით. ის იგივე აფრიკული შემოძახილები. გადაძახილები, კითხვა-პასუხები. კი, აფრიკული ის რო არის ეს ხმების წყობა, გასპელებია სულ. კი. აბსოლუტური გასპელებია. მე ხალხურ სიმღერებზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში, საგალობელი კიდე სხვა რამეა. საგალობელი სპეციალურად სხვანაირად იქნებოდა. საგალობელი უფრო კლასიკასთან არის ახლოს. ხო, ხალხურიდან შეჯორი. ხო და მე მახსოვს რომ მე ახლობით 10 წლის წინ თუ რაღაცა სხვადასხვა კომპოზიტორები, კლასიკოსები ძირითადში შეაგდეს იმაში. რა ქვია მათემატიკურ მოდელები გააკეთეს მათი მუსიკების. ხო. რამდენად ჰარმონიული იყო და ყველაზე მათემატიკური ბეთჰოვენი აღმოჩნდა მაშინ. და სიხარული თქვი, აი თურმე რატომ მიყვარდა განსაკუთრებით მათი ბეთჰოვენი ჩემთვის ნომერ პირველია კლასიკაში. ხო. ზოგადად მუსიკა მოქმედებს ადამიანზე არა მარტო როგორც კარგად, ასევე როგორც ცუდად. გააჩნია მუსიკას. აი, ბოდიში ჯაზი ვახსენეთ და თქვენთვის აი ჯაზი ზოგადად. ჯაზი, იგივე cool ჯაზი, blues-ი, სულ ერთია. რა წარმოადგენს? ჯაზი, თვის კაკაფონია არ არის, არის ესეთიც. კი ბატონო. ხო, ის გაფრენილი free ჯაზი. ხო, მაგრამ არის ესეთი. ჩემთვის ცოტა ის არის რა. ხო, სხვა მდგომარეობა. კაკაფონია არ არის. ჩემთვის ჯაზისა და ბლუზის გარეშე, აი მორი სტილის გარეშე, მაგრამ მე ხა ყველანაირ ბლუზში შეიძლება შეხვდეს სისულელე. და ჯაზშიც, მაგრამ უმრავლესობა 90% მუსიკა ჩემთვის არ არსებობს. თუ კლასიკას და იმას არ ჩავთვლით და იმას მუდმივად არ უსმენ. მუდმივად რასაც შემიძლია უსმინო, ეს არის ჯაზი, ბლუზი. განსაკუთრებით თუ ორივე ერთად არის ვაფშე ფანტასტიკური. ხო, სხვა მუსიკას არ ვცნობ. ასე ვთქვათ, შოუს საერთოდ არ ვცნობ, არც უსმენ. და ხშირად უკვირთ ხოლმე ვიღაცა ესეთი ვითომ ცნობილი და რა ქვია, ვარსკვლავებს რო ეძახი, ვარსკვლავებს რო ეძახი. ხო, ვარსკვლავები არიან. თურმე მუსიკის და ასე რა ვინ არის. ხო. იმიტომ რომ არ ვიცი რა არ მაინტერესებს და არ უსმენ. შოუს არ უსმენ საერთოდ. იმიტომ რომ შოუს სიღრმე აკლია. შოუს სხვა რამე და ეს არის ადამიანების პრინციპში როგორ გითხრა? შოუ უფრო გასართობი მხარე და უფრო არც გასართობი არ არის. რაღაცა ხო. იცი, როდესაც ერთადერთი რაზეც დაობენ ეს არის გემოვნება. კი ბატონო. ერთადერთი მითხარი შე რას უსმენ, მე გეტყვი რა დონის ინტელექტი გაქვს. კი ბატონო, კი ბატონო. მეც აი ამას გეტყვი ზუსტად. არა, სხვანაირად არ არსებობს. ეხლა ვინმე რომ მითხრას ადამიანმა რომელიც უსმენს იმას რა ქვია შოუს და მე მე მიყვარს მაგალითად ჰემინგუეი არ დავიჭერი. და ჰემინგუეი კაბარია. კაბარის ჯაზია. კი ბატონო. გესმის? კი. ესე არ დავიჭერებ. ლიტერატურა რო გაიგო, გენიალური მუსიკის მსმენელიც უნდა იყო პარალელურად. გემოვნება უნდა ქონდეს სათანადო, ცნობიერება უნდა ქონდეს, მზაობა. მაგრამ ადამიანი რომელსაც არც მოусმენია,
ხო. მაგრამ იცი უსმენს იგივე მარტო ქართულ ხალხურ სიმღერას, ხო, იმას უკვე დახვეწილი გამომეფი. არ არის მარტო ქართულ ხალხურ სიმღერაში ესე ბევრშია მეტნაკლებად. მაგრამ შეგიძლია ერის ინტელექტიც ილაპარაკო, პიროვნებების ინდივიდუალური ინტელექტი კიდე სხვა რამეა. არსებობს კოლექტიური ინტელექტიც გარკვეულად და შეგვიძლია ვილაპარაკოთ რომელიმე ერის ინტელექტზე, ხო? მითხარი რა მუსიკა აქვს, მათ და კეთყვი რა დონის ინტელექტი. არ არის პრობლემა. ანუ სად არიან და სადაც მუსიკიდან გამომდინარე? კი, რა თქმა უნდა. თავისუფლად. კი. რას უსმენს ზოგადად თლიანი საზოგადოება. ერი, ხო. ესმის, ხო, ერი რას უსმენს. ანუ ერი რას წერის, ერი რას უსმენს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ქართველები მაგ ხრივ ერთ-ერთი მოწინავე. ერთ-ერთი არა, ალბათ მოწინავე. ალბათ მოწინავე. ალბათ პირველ ადგილზე. ალბათ ვერ დაწერდა ვეფხისტყაოსანს ქართველი, არც შოთა ეყოლებოდა და არც დავით გურამიშვილი ესეთი მუსიკა რო არ ქონოდა. ბიბადანო. ხო. ბიბადანო. მაგრამ საუბედურო დღეს იქ აღარა ვართ. ხო, ნუ დღეს სხვა ეპოქა, სხვა რაღაცები. არა, რატო ეპოქა? ჩემ ახალგაზრდობაში ტექნოლოგიის ეპოქაა და ცოტა გაზარმაცები. ჩემ ახალგაზრდობაში იყო მაინც ჯერ კიდე. იმიტომ რომ მაშინ მუსიკაც ბევრად ეხლა ქართული მუსიკა მაშინაც მაგრამ 60-იანი წლების შემდეგ უკან და უკან წავიდა მთლიანად. მე ქართულს ასვეძახი, მე არ ვიძახი რომ ვინმე ცუდად ხერის. გამოდიან ქართველები ინგლისურად ხერიან იდეალურად ინგლისურ სიმღერებს, მაგრამ ეს არ არის ქართული მუსიკა. ხო, რა თქმა უნდა. იგივე ბლუზი, იგივე ჯაზი ქართულადაც შეიძლება. კი, და არის ცდილობები სხვადასხვა ადრე იყო 70-იანი წლებში. 60-იან წლებში ფანტასტიკური ჯაზი ქონდა საქართველოს. კი. იგივე შეიძლება და ხა საშემსრულებლოზე აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ბევრი ასრულებს ძალიან კარგად ქართულ თავიანთ ჯაზს აკეთებენ ბიჭები და რაღაცეები და რა ვიცი, მუსიკა ეს ალბათ მუსიკის გარშე ალბათ ცხოვრება არ არის. შეიძლება ნუ ქართულ კაცს მე მუსიკას ვეძახი უმაღლესი რანგის პოეზიას. კი ბატონო. ეს არის პოეზია. და თუ მაშინ ეს პოეზია არ არის და ეს ჰარმონია არ არის, ეს მუსიკა არ არის. ესე ვთვლი. აი ჯაზიც და ბლუზიც ვახსენეთ და აი ძალიან ცნობილია ხა ბლუზური ტონები ხო? ძალიან ცნობილია. და რატო არის ხა მუსიკოსებმა კი დაახლოებით კი და ნუ ვიცით რატო არის მაგრამ ძალიან მარტივია. აი ეს ატონალური ბგერები რო არსებობს ჯაზში, რატო მოგწონს მუსიკოსებს ხსმენები? იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც ემოციურები ვართ და ხვდებით ერთიდან მეორე არხზე. ეს ჯაზს ახასიათებს არხიდან არხზე ხდომა. სიხშირეები იცვლება? კი, შინაგანია, ემოციები. კი, ხო, ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ ჩვეულებრივი მიწიერი არსებები ვართ. იცი, ძალიან ხშირად, რატო არა პენტატონიკას ყველაზე ადვილად იღებს ადამიანი? დაკვირვები ხართ? რატო პენტატონიკა თვითონ პენტაგრამა თვითონ და ხუთიანი ციფრი წყობა, ეს პოზიცია სიცოცხლეს ასახავს. უძველეს სიმბოლიკაში. ვა, საინტერესოა. ხო, ეს შემთხვევითი არ არის. ხუთი ეს არის სიცოცხლის სიმბოლო. პენტატონიკა ეს არის სიცოცხლის სიმბოლო. ყველაზე ადვილია წყობაში. პენტატონიკიდანაა ჯაზის სამოსული, რაც არ უნდა ვთქვათ, ჯაზიც ბეჭერ ბლუზში, ჩინური მუსიკა. ჩინური მუსიკა კი ბატონო. ოღონდ ეს ძველი დაოისტური მუსიკა ხო გაკმოსმენელი, აი ფანტასტიკაა რა. ძალიან ჰარმონიული, მე რა რო პენტატონიკა ძალიან ჰარმონიული. არა, ძალიან ჰარმონიული. კი, ძალიან სერიოზული. აფრიკული მუსიკა, სხვათა შორის. კი, ბატონო. გამების პოზიცია ძირითადში უფრო გვიანდელი პოზიცია. ხო, უფრო თანამედროვე სტილი. უფრო დაიხვეწა მერე. იგივე მავრული გამები რო არის პირველი და ეს უდაბნოს მუსიკა, მე რომელიც ხოტაში და სეგილიაში გამოვიდა. იმაში რა ქვია, ესპანურ მუსიკაში. ხო, სად არის საფუძველი? ჩილო აფრიკაა მაგის საფუძველი. ხო, იქ იქნება ეს მუსიკა, ეს ეგვიპტურ, მავრული პოზიციები, ეთიოპურ, აი ეს პოზიციები, ესმის. ამას შემთხვევით არც ერთი ფორმა არ არის. ყველაზე ახლოს რომელ ბგერას იღებს ადამიანი დაუკვირდი ინსტრუმენტებში, ყველაზე კარგად რომელ ბგერებს იღებს სიმებიანს. ზოგადად ადგილად. მე ელექტროს არ ვიცახი. ხო, მისაღებად ორგანიზმი იღებს ყველაზე კარგად რეაგირებას აკეთებს სიმებიანზე, განსაკუთრებით ჩელოზე. ხო, კი ბატონო. განსაკუთრებით ჩელოზე. რატო იცი ადამიანის შიდა წყობა იმ ზომიერებაში ზის. ეხლა როგორ არის?
ძალიან დაბალი სიხშირის ბგერები ზოგადად. პლუსიც ძირითადად ჩელის დონის ბგერებს იყენებენ. ძალიან დაბალი სიხშირის ბგერები, აგრესიული ბგერებია. კი ბატონო. აი მაგალითად 3.5 ჰერცამდე არის 0-დან შიშის სიხშირე. 0.8 ჰერცის არის პანიკური შიშის სიხშირე. ვა. და ასე შემდეგ. და რაც უფრო მაღლაა ის სიხშირეები, მით უფრო ჩელის სიხშირეები ძირითადში თამაშობს, იქ რომ მიდის ის თამაში ბგერების, თამაშობს 369-დან 973 ჰერცამდე სიხშირეებში, გიტარისაც, სიმებიანის. აქედან გამომდინარე, მაგრამ ანუ ჩელას გაგრძელებული ბგერები მაინც არის კიდე. ხო. ამიტომ ადამიანის ორგანიზმი ამას კარგად ხებულობს. იმიტომ რომ ახლოა? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ორგანიზმი, იმიტომ რომ მუსიკას სამკურნალო მნიშვნელობა აქვს. კი ბატონო. ასევე ფსიქიური მნიშვნელობა აქვს. და არაერთი დასტური არსებობს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მუსიკაზე რეაგირებს ნებისმიერი ნივთიერება. ნებისმიერი ნივთიერება რეაგირებს, ან კინეტიკა. ამის ბრწყინვალე მაგალითია. კინეტიკა ეს არის ბგერის ვიბრაციის უძველესი დროიდანვე გავდნენ ისეთი იმებს, აკუსტიკას ქმნიდნენ ისეთ ბგერებს, და უნდა დაუკვირდი ეს ძველი ორგანები, როგორ ბგერას გამოცემენ, ხო? სულ ზომიერების სიხშირეებში, რომ სიმშვიდე გამოეწვიათ გარშემო. საგალობლები. იგი მატრები, საგალობლები სულ ზომიერების სიხშირეებში არიან. არც ძალიან მაღლა არიან, არ კიდიან არასოდეს, არც ძალიან. მაგრამ მაინც ეს ყველა ცდილობს რომ მაინც ოდნავ მაღალი სიხშირისკენ იყოს რომ ვიბრაცია აწიოს ადამიანის ორგანიზმი მოწყობილია ასე შემდეგნაირად მინიმალური სიხშირე რომელიც გვემოდან მოდის 174 ჰერცია მე მოდის დანარჩენები და მაქსიმალური არის 369 ჰერცი ალბათ ისეთ ფიბონაჩის რიცხვში 369 ეს ერთადერთი ციფრებია რომელიც არ მუშაობს არ ჩანს ფიზიკურად არ გაblindდება იმიტომ რომ მას მატერიალურ ციფრებს ეძახდა ტესლა სხვადასხვა კი ბატონო ეგრევე ხო 369-ის პოზიციაზე დგას 3 ჩაკრა ეს არის პირველი ეს არის მეოთხე და ეს არის მეშვიდე თავი და ბოლო იმიტომ რომ მატერიალიზაციასთან ამ სამ რამეს აქვს კონტაქტი მეც არა ეს არის გული ეს არის გონება და ეს არის სექსუალური ხარი აი სამ პოზიცია ერთი წითელია მეორე მწვანე მესამე იისფერი თეთრი გარდამავალი ლევანდი ფერი შეიძლება ესეც დავარქვათ ხო აი ეს პოზიციებია და ამათ სამეთი სიხშირეებია ვიბრაციები აი ეს სამივე ვიბრაცია იცი რა არის არსებობს მთელი რიგი აი დარიევის მეთოდი ბგერის ვიბრაციაზე ადამიანის სიხშირის გასწორება მე მაგალითად მუსიკა შემიძლია მთელი დილას რო ვდგები თავპირველი ჯაზ რადიომერ და ჯაზ არ არსებობს აი კაკაფონიას უსმინო ხო არ არსებობს სხვა მუსიკა ჩართო რატო თავ მარტამაიც ჯაზი რო ვიცი რომ ეს ყველა ჰარმონიული პოზიცია გაწონასწორებული იქნება და შემიძლია სხვა რამეც ვაკეთო პარალელურად წიგნი წავიკითხო სიტყვაზე ჩემთვის ვიფიქრო რასაც მინდა და დისჰარმონიას არ ვბრძნობ რატო არ ვბრძნობ იმიტომ რომ ჰარმონიულ სივრცეში ვზივარ რასაც ეს მუსიკა ქმნის განწყობა კი რა თქმა უნდა განწყობას მე ის ქმნის თვითონ ის ხო იმ ემოციაში ვზივარ შეიძლება ესე ითქვას იმიტომ რომ გული ემოციური ის არის ხო ეხლა არსებობს კიდე უფრო მაღალი სიხშირეები რა თქმა უნდა მაგრამ ეს მაღალი სიხშირეები ყურისთვის თითქმის მიუწვდომელია ხო ამ სივრცეში ხო რაც მე ცხოველები უგავი ხო ძაღლები და ხამურები ხო ზოგადად ესეა და უფრო მაღლა და ეხლა რომ თვითონ ამ სიხშირეს გრძნობს არა მარტო ყური არამედ მთელი ორგანიზმი ამის ფანტასტიკური მაგალითია იგივე გველის პოზიცია გველის ანუ გველს არ ესმის სიხშირეს აღიქვას ხო სიხშირეს აღიქვას მთელი სხეულით და ისე ემორჩილება ამ მუსიკას ხოლმე მაგიტო ხო იმაზე რომ უკრავდნენ კი ბატონო ზუნებზე და რაღაცებზე კი ზუნებზე ვიოლინოს წანყვება და ესეთ რაღაცები და რიტმს ხვება კიდე ძალიან ხო რიტმს ხვება ძალიან ხო აი ეს პოზიციები ხო არ არის შემთხვევითი უნებას ხო თავისი წესებია მე აი ექსპერიმენტი იაპონელის წყალზე რო ჩაატარა როდის იყო ეგ ჯერ კიდე 80-იან წლებში მოხდა ეგ ექსპერიმენტი ხო
როხინავდა და კრისტალი როგორ ფორმას ღებულობდა კი. მუსიკაზე. ყველაზე კაი ფორმა მიიღო, იქაც ეგ იყო ბეთჰოვენის მუსიკა. ბეთჰოვენი. მაგრამ მთელმა კლასიკურ მუსიკაზე ღებულობდა იდე მოცარტზე იყო იმაზე იდეალურ ფორმებს. ჩარტეს მძიმე მუსიკა, რაღაც ესეთი ჯგუ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 ჯgуჯგუ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 ჯgуჯგუ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 ჯgუჯგუჯგუჯგუჯgუჯგუჯgუჯgуჯგუჯგუჯგუჯგუჯგუჯgუჯგუჯgуჯგუჯგუჯგუჯგუჯgუჯგუჯgуჯგუჯგუჯგუ
ჰარდ-როკის და ესეთები, მაშინ ჯერ კიდე არ იყო ეს ეხლანდელი ეს გამოსალაყებელი მუსიკა, ელექტრომუსიკას რო ეძახიან. ხო და იმაზე საშინელი დარღვეული ფორმები მისცა. თითქმის ისეთივე იყო, როგორც ფეკალიების ფორმები. ვა. აი დაუკვირდით რა ხედავთ. და მუსიკის ჟანრები და ემოციები და სიხშირეები როგორ მოქმედებს ადამიანის სიხშირეზე? ზუსტად ესე მოქმედებს. ძალიან საინტერესოა. ისე ასაბაგო უჯრედებსაც კი არ ხვევს. ფსიქიკას რო არ ხვევს და არ ხვევს. მე ვფიქრობ, რომ მუსიკას ისე ძალად რომ ატომის დონეზე მოქმედებს ადამიანს. იგივე რეაქცია. ნებისმიერ ადამიანს მუსიკის მსმენელის ფიზიოგნომიკით შეგიძლია გაარჩიო ვინ არის ეს კაცი. იმიტომ რომ კი კლასიკოსებში ხშირია შემთხვევა და ძალიან ხშირად იყენებენ კლასიკურ მუსიკას ფსიქიური გადახვევებისთვის. კი ბატონო. იგივე მაგალითად მექანიკურ პორტოხალში რო არის ბეთჰოვენს რო იყენებს ის მაგდოველი თამაშობს. ხო, ნორმალურია. ხო, კუბრიკის ფილმია, გენიალური ფილმია. მართლა გენიალური ფილმია. იქ არის ეს მომენტები და ხშირია მანიაკურ მკვლელებში რომ ესეთ კლასიკურ მუსიკას იყენებენ, მაგრამ ჯაზის აზროვნებაში ამ აგრესიას პირიქით ავიწროებს. მე არ გეგონოთ რომ ეს მუსიკა ამცირებს რა. მე არ გეგონოთ რომ ეს მუსიკა მარტო აქ არის ამ სამყაროში, არა იმ სამყაროშიც არის მუსიკა. ხო, თავისებული რა თქმა უნდა. არა. აბა, მხოლოდ მაღალი რანგის. რაც უფრო მაღალ სამყაროში გადადიხარ, უფრო მაღალი რანგისაა მუსიკა. ანუ რას გულისხმობთ? ანუ სურამელაშვილი იქ არის მღერა. გარანტიას რა თქმა უნდა, კი, მაგრამ ანუ მაღალი სიხშირეები თუ მაღალი გემოვნება სიხშირეც. იგივე ჯაზი იქნება აუცილებლად, ხორები არის რა თქმა უნდა. ხორები ყველგან არის, სუბოლოდი რო გახვიდეს სივრცეებში, იმიტომ რომ ეს მრავალხმიანი ეს ძალიან მაღალი დონეა. კი ბატონო. აკაპელები. ხო. აკაპელები საოცრებაა. კი ბატონო. მე განსაკუთრებით მიყვარს აკაპელები ზოგადად. მithumetes თუ კარგი გაკეთებული აკაპელები, ანუ ფანტასტიკაა. ზოგადად აკაპელას მე აკაპელებს ვგიშდები. მოფერებით ვეძახი, ესე იგი სამყაროსეულ რაღაც იმ ქვეყნიან მუსიკას რა. სიმღერული მუსიკა. და ზუსტად ეგ არის რა. იქ არის. გაქვთ ფილმი მულტფილმი ესეთი soul. კი, soul, ჩემბერზე საყვარელი. სამშვენველი ქართულად. კი, საყვარელი ფილმი. რეალობაშიც. როგორც იქ არის, მართლა ეგრე ხდება. მართლა ეგრეა. ეხლა ჯაზი და ბლუზი იმ რანგის მუსიკაა. ჯაზი რა, ბლუზი არ არსებობს. რეალობაში ბლუზი ჯაზია. რეალობაში. ბლუზი როგორც კი მასშტაბში გადის, ის უკვე ჯაზია. აბა ნახე, იგივე ლუი ამსტრონგი. კი ბატონო, ხო. ის სვინგი რო აქვს 5 წალი, 50 წალი იქ გასპელია სინამდვილეში ჯაზში გაკეთებული. ხო. იგივე ნახე მახალია ჯექსონი, რომელიც ვითომ გასპელს წერის, მაგრამ ბლუზს რა პრინციპში, მაგრამ ეს არის ჯაზი, ჯაზ ბლუზია. არა, ვიში კლასი მაინც ეგ არის. ჯაზი და ბლუზი ცალკე ვერ მიმოიხილება. ის უბრალოდ ის პირველი გიტარიანი მარტივი, პრიმიტიული რო იყო, იქიდან იწყება ყველაფერი, აბა როგორ გინდა. კი, კი ბატონო. აბა როგორ გინდა. საწყისი იყო ბლუზი. ხო. საწყისი იყო ბლუზი. ქართულშიც ესეა. რო გადახედავ მთელ ქართულ ხალხურ სიმღერას, ხო? ნუ აკაპელა ეს თავრესი, სულთა ჯაზორია ჩვენი აკაპელები. ხო, და არის სხვადასხვა ტიპის აკაპელები. მაგრამ განსაკუთრებულია კახური და გურული. ეს კრიმანჯულები და ისინი სულთა ჯაზია. სულთა ჯაზი. მე ვფიქრობ, ოროველა გაიხსენე. ოროველა? ოროველა. კი, ფანტასტიკური. ფანტასტიკური. ნუ გონაშვილის შესრულებით მithumetes ფანტასტიკური. და მე ვფიქრობ, აი ჯაზიც ალბათ ქართული და აფრიკულიც, პოლიფონიური და ესეთი ზოგადად ძველი მუსიკა და სიმღერები ძალიან ახლოს არის, შეიძლება პირდაპირ კავშირიც აქვს მათემატიკასთან და მეტაფიზიკასთან. და გარემოსთან.
და გარემოსთან კი რა თქმა უნდა მათემატიკასთან მეტაფიზიკასთან რა თქმა უნდა არის ჩვენასაც ყვებით პრინციპში ეს არის სულ გარემოდან გამომდინარე რა დაწყებული მაგრამ გარემოსთან და რატო აი ელემენტარულად რო აიყო და მავრული გამა რო დაალაგო რომელზეც არის აწყობილი მე არაბული და ეს აღმოსავლური მუსიკა ზოგადად რა სტილი მოდის ეს ძირითადში ჩრდილო აფრიკის ტერიტორიიდან და მაგ ტერიტორიიდან მოდის ხო რა იყო წყობა მე ის ფუნდამენტი უდევს იგივე ანდალუზიურს და ესპანურ მუსიკას ის გამა იმ წყობას ვიცახი რა რა იყო ხო სუფთა უდაბნოს მუსიკა ბეთონო ნახე ჩრდილო აფრიკა როგორია საჰარა და მთელი ამბავი ეს მუსიკაც ესეთია რომიდის და ეს ლივებს სხვადასხვა ინდური და ირანული და არაბული რაღაცა მაკითხი ინდურში ცოტა სხვა პოზიციებია სხვა პოზიცია ხო ინდურში ეს ჯუნგლების თემა ჩანს ხო კი ჩამოვალაგდება ისა დაოისტურში სხვა პოზიციაა კიდე იქაც ჩანს ჯუნგლების თემა მაგრამ იქ ცოტა სხვა პოზიციაა ინდურში სხვა პოზიციაა სხვანაირი ჰარმონია სხვა რაღაცები ხდება ინდურში და აქტიური ჰარმონია სხვა და ირანული ეს შუალედური ფორმაა და რატომ იმიტომ რომ ირანულში ძალიან მუსულმანები არიან და დიდი ჩვენ არ ვიცით როგორები იყვნენ დინარები როგორი მუსიკა ჰქონდათ ირანელებს მაზდიანიზმის დროს არ ვიცით ელემენტარულად მიდის ის რო იყო ფარსები ეს არის დღეს ჩვენ სამეზობლოში ყველაზე ძველი კულტურა ცოცხალი კულტურაზე მაქვს ლაპარაკი თორე ახლა ეგვიპტე იყო ბოლო და შუმერი იყო მაგრამ ისინი არ არსებობენ ყველაზე ძველი კულტურა ჩვენ სამეზობლოში აქვს ირანს ხო იმიტომ რომ მუსულმანობამდელი კულტურაც ხო აქვს კაცო ხო ჩვენ არ ვიცით ზოგადად იმიტომ რომ მასტიანიზმი აღმოსავლეთ ისა დასავლეთ ინდოეთიდან არის წამოსული ირანიც იქიდან არის წამოსული როგორი მუსიკა იყო თორე დღევანდელი მუსიკის თანხლებით მას აქვს როგორც ინდური გავლენა აქვს უფრო მეტი აქვს ასევე არაბული გავლენა არაბული პოზიცია წამოსულია ეგვიპტური პოზიციიდან აფრო-ეგვიპტურიდან ჩვენ სხვადასხვა აი კახურში ძალიან ბევრი ზიკოლენაა იგივე არაბულის ნაკლებად კახურში კახურში უფრო ინდური სპარსულის გავლენა სპარსული ხო პირდაპირ არაბულის გავლენა ხო არაბული მაგრამ აზიური ზოგადად საქართველოში მაგრად კი მაგრამ ეს მთლიანად ეს არის ჩრდილო აფრიკის წარმოშობა მუსიკის და დედანი იქიდან იგივე არის ესპანურში გაიხსენეთ ფლამენგოში რომ ღერიან ძალიან გავს გამომღერებელი სულთა კახური ხო კახურ ძალიან გავს ოღონდ იმ განსხვავებით რომ კახელები ცოტა უფრო ნიჭიერები გამოდგნენ და ბორხმაში აკეთებენ ხო გაშალეს და ხო იქ ხარად მიუდგნენ იცი რა იმდენი ომობანა ქონდათ რომ ესეთი კარგი თან კითარა არ ჩამოაღწია საქართველოს ეთმობა კითარა ეს არის დედა გიტარის ხო იქიდან ეგვიპტური ინსტრუმენტი თითქმის იგივე ხო ვიცი იქიდან არის წარმოშობილი ეგვიპტურიდან ეს გიტარა რაც არის რომელიც გადაიტანეს აქედან მოხვდა აგერ მავრების დროს იმაში ესპანეთში და ესპანელებმა დაამუშავეს და კაი ფორმა მისცეს რა ესპანელებს ქალი უყვარდათ გესმის და გიტარაც ქალივით ლამაზი გააკეთეს და დღეს რომ ახინჯ გიტარებს აკეთებენ ხანდახან ხოლმე მიტყდება ხო იმიტომ ფორმა უნდა შეუნარჩუნდეს ლამაზია ძალიან ნუ თავისი აკუსტიკას და იმ აკუსტიკას არ ხიბლი ზუსტად თორე ის აკუსტიკა ბგერასაც იძლევა კი ფლამენგოს გიტარა სხვანაირია კლასიკური სხვანაირია ჯანგოსის სხვანაირია კი ის ჯიპსი ჯაზის კიდე სხვა არის და აკუსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა პლუს გიტარა სხვანაირია და ასე შემდეგ აკუსტიკის პროცესით თუმცა აღარ არჩევენ აქ იყიდიან და всё ნებისმიერი გიტარა ყველაფერს გამოდგება ესე არ არის ბატონო უფრო თქვენს პროფესიას რო ჩემ პროფესიაში მე მაგალითად პროფესიას ვერ დავარქმევ ამას ეს არის ჩემი როგორ გითხრათ ეს ჩემი ცხოვრებაა უბრალოდ ამ პრინციპით ცხოვრობ ამ პრინციპით ვაზროვნებ ჩემი ინტერესის სივრცე ყოველთვის ვეძებდი სამყაროს მუსიკა საფუძველია ყველაფრის და ალბათ ძალიან ბევრ ამბავში მუსიკა დამეხმარა
ეხლა იმით არა რომ მუსიკა დამეხმარეს ამიშავს, მაგრამ მაინც მე უნდა ვიყო სცენაზე და მე უნდა ვასრულებდე და რაღაცას ვაკე, არა. იცი ის საოცრებებს რო უსმენდი ხოლმე, მეც რა თქმა უნდა რაღაცებს ვაკეთებდი ჩემთვის. მაგრამ რო უსმენდი, იგივე როგორ შეიძლება მაკლაფინი არ მაგწონდეს. ხო. გარბარეკის კონცერტი აღმოსავლური. ფანტასტიკური. ხო. ხო და იყო სხვათა შორის საინტერესო იყვნენ დედკენ დენსი, კარგად მოსმენილი ალბათ. კი, ხო, კარგად ავიცნობ ეს. ძალიან ჰარმონიულად იყო, აღარ არის ეს ჯგუფი. აი გლადიატორს ვინც ახმოვანებს. კი. ხო. ძალიან კარგად არის იქაც დაწყობილი. მე ვიზახი ეს აღმოსავლეთის და ევროპის და უბრალოდ ეს რიტუალური მუსიკისა და თანამედროვე მუსიკის შერწყმა. ხო, ახლა მაკლაფინიც სუბტამანტრებს არ უკრავს, ეს არის რაგები. ეს არის ინდური რაგების ჯაზური ვერსია. როგორც გარბარეკი ჩრდილოაფრიკული მუსიკის და ეგვიპტური მუსიკის თან კითარასთან ერთად უკრავს კონცერტში. ხო. ჯაზური ვერსია. კი ბატონო. ხო, მაგრამ იცი, მუდმივად ესე იზრდება ხო, მუსიკა. კი ბატონო. ესე იზრდება. მუსიკა, რა ვიცი, მუსიკა ალბათ ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ბავშვებს რასასმენინება, აქ მნიშვნელობა სულ პატარაობით. კი ბატონო. ამიტომ ძალიან მოქმედებს. უგემონო მუსიკასთან არ უნდა მიაკარო ბავშვი. იმიტომ რომ უგემონო მუსიკა აფუჭებს ბავშვს. მის გემონებას აფუჭებს, ინტელექტს აფუჭებს პირველ რიგში. სოფხედელობას ვექტორს. აი გამოიყვანენ ბავშვებს გონიათ რომ კარგად ხერიან, რაღაც უგემონო სიმღერებს ამღერებენ, ის კარგ სიმღერას ვეღარასოდეს ვერ იმღერებს. იმიტომ რომ მას ის გემონება მე ნელ-ნელა უყალიბდება. უკეთდება. ამიტომ მუსიკას მე მაგალითად თვლიდი რომ ყოველთვის თვლიდი და ძალიან მოყოლილო ვიყავი იმიტომ რომ მე მუსიკაზე არ მივлия ბავშვობიდან. მაგრამ სამაგეროდ ჩემი ბიჭი მუსიკაზე დაგვყავდა ვიოლინოზე და გაიარა თავი და ბოლომდე რატო რომ აი ეს გემოვნება ჩამოყალიბებოდა. მამაში მადლიერი ვარ მე ჩემი მეუღლის რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მუსიკოსი რო არის და მაინც რო ისმის კლასიკოსია. ხო. ძალიან ბევრს იძლევა. დახვეწილი გამოვნება. აი ამას ვიტყოდი ახლა მე მუსიკაზე რა უნდა ითქვას მუსიკა. აი მე ვერ დაამთავრებ ვერასოდეს. ვერ დაამთავრებ, მაგრამ მე მაინტერესებს აი თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, აი სიხშირულად და მეტაფიზიკურად როგორ წარმოვიდგენიათ და მათემატიკურად როგორ წარმოვიდგენთ მუსიკა. მათემატიკურად ახლა მე რა უნდა წარმოვიდგინო, ეს არის როგორც პითაგორას თეორია. როგორც არის პითაგორას ჰარმონიის თეორია. ჰარმონიის თეორია მთლიანად მათემატიკაა თავიდან ბოლომდე. ეს არის როგორ იცი სფეროთა მუსიკას ეძახდა ყველას ამას. ძველი მეებში წარმოდგენილი იყო მთელი სამყარო როგორც მე ვიძახი მთლიანი სამყარო წარმოდგენილი იყო როგორც გარკვეული სფეროები, სივრცეები. ხო. და ყველა სფეროს თავისი მუსიკა ჰქონდა. აქედან წამოვიდა მე აკუსტიკის პოზიციები და ისინი. ხო და ნუ ვინ რას ეძახდა მე ამას სახელს სხვადასხვა ის ჰქონდათ და ყველა სივრცეს თავისი მუსიკა ჰქონდა. იმათ წარმოედგინათ რომ ძალიან დაბალ სივრცეებს ძალიან ცუდი ესეთი ხმაური უბედური აი მაგალითად ეხლა ჯოჯოხეთი ცოტა გვიანდელი წარმოდგენაა. ხო. მეოთხე საუკუნემდე კაცშვილმა არ იცოდა რა იყო ჯოჯოხეთი. მეტარმა ავგუსტინემ თქვა, ესე რა მე მგონია რომ არსებობს 64 ჯოჯოხეთი და ცოდვილები ხდებიან ჯოჯოხეთში და მართლები 64-ში. ხო, მანამდე არავინ არ იცოდა რა იყო ჯოჯოხეთი. ესეთი მსგავსი არ იყო, მაგრამ წარმოედგინათ მე ხო არის ახლა მაგაზე იმდენი რამეა დაწერილი და იმდენი ისა. წარმოედგინათ რომ მაგალითად იგივე ჯოჯოხეთში იყო ერთი ასაშინელი ხმაური საშინელი კაკაფონია, ასე რომ თქვა, ესეთი პოზიცია, ხო? მეც ესე მგონია, რომ ეგრე იქნებოდა. წარმოდგენაში, სხვადასხვა ვერ იქნებოდა, ხო?
რატო? იმიტომ რომ არ შეიძლება დაწყობილი იყოს. იქ ყველაფერი არეულია და ხო. პარლამენტი ვით არის. ხო, ჯოჯოხეთი. ხო და ეხლანდელი მსოფლიოსავით კიდე. ხო და უკვე ზემოთ რო ადიოდი სივრცეებში სიტყვაზე იგივე სამოთხეში ყველაფერი ჰარმონიული, ყველაფერი ლივრდა, ყველაფერი ლამაზი. ხო ესეა წარმოქმნილი. იქ ძირითადი ფერები შავი, ცეცხლის ფერი, სისხლის, დაბალი ვიბრაციები რაღაცა. ჯაგრებიც ხო ესეა განსაკუთრებული. ხო და აქ ყველაფერი ჰარმონიული, აზი, უამრავი ფერები, ყველაფერი. ესე წარმოქმნილ ადამიანებს. ამიტომაც ესე აწყობდა მთელ იმას. თუმცა მე რა თქმა უნდა გადაჯაბნა ადამიანი მატერიალიზმმა. კი ბატონო. ოქრო. გამატერიალიზდა ძალიან ადამიანი საუკუნეების განმავლობაში და ძალიან დავეშვით დაბლა რეალურად. ძალიან დავეშვით დაბლა. ანუ როდესაც თქვათ ის იგივე რიტუალური ნივთები სამკაულები გახდა. კი ბატონო. და ასე შემდეგ მუსიკა გასართობი გახდა. კი ბატონო. და ასე შემდეგ პირველად თავიდან არ იყო მუსიკა გასართობი. იყო ძალიან სპირიტუალური და ძალიან სპირიტუალური სხვაერთი. სხვადასხვა ჯონ კოლტრეინიც აი მაგ სპირიტუალურ კოლტრეინი კი ბატონო. აწვებოდა. ბევრი აწვებოდა, იცი? აი მაგალითად ძალიან საინტერესო იცი ვისი მუსიკა? დეივ გრუზინის. დეივ გრუზინი. დეივ გრუზინის აქვს ისეთი ქალაქური მუსიკაც. კი ბატონო. ხმაურიანი ჯგუჯგ ესეთი რიტმები საშინელი და აქვს ამ დროს სულიერი გასვლით ფესტაში გაიხსენე მომენტები როგორ გადადის. კი. მომენტები როგორ გადადის. სასაუბრად. კი. დაახლოებით რაღაცა მახსოვს კი. ხო. კი, რაღაცა მახსოვს. ხო და აქვს ესეთი რაღაცები აქვს. მე სიმფოჯაზია. და კარგია რა თქმა უნდა. ესეთი ფანტასტიკური გერშვინი. გერშვინი დიდებული. ხალხურია ლუი ამსტრონგი. უფრო ხალხისთვის და პოპი რა. არ არის პოპი. პოპი სხვა არის. აბა, გაპაპსავებული ჯაზი. არ არის გაპაპსავებული ჯაზი, ეს არის გასპელი. გასპელი ხო? მე ლუი ამსტრონგის ჯაზ არის სვინგები, რა თქმა უნდა, რიტმი, მაგრამ ეს არის გასპელი ჯაზი. ეს სპირიტუალიზმი და ისინია გადამხერებული, მე ჯაზის ეს სხვა, ხო. კი ბატონო. ეს არის გასპელი. ელა დედოფალია. ელა ჯაზის ერთ-ერთი. ელა მართლა არის დედოფალი. ელას მსგავსი დღემდე არ დაბადება. მეორე არ დაბადება. დღემდე დიდები ბევრი იყო. ძალიან ბევრი იყო დიდები და ძალიან მაგრები. ჯაზშიც, ბლუზშიც. მაგრამ ელას ანალოგი არ ყოლია. კი ბატონო. ვოკალში ვიძახი ამ შემთხვევაში. მე ძალიან კარგი ქოროები იყო, ეს აკაპელები იყო 30-იან წლებში ბევრი იყო. და მე ეს აკაპელები დაიხვეწა ძალიან 60-იან 50-იან წლებში, 50-იან 60-იან წლებში. იგივე მანჰეტენ ტრანსფერი. მაგრამ ნუ ძალიან ბევრი. მანამდე იყო ინკპოტი, პლანეტა და ისინი ძალიან ფანტასტიკური ჯგუფები იყო, არსებობდა 3-4-ხმიანი პოზიციები და მე ჯაზმა თავისი მიმართულებაც იმას აქნა ბლუზიდან ჯაზი შუალედური ფორმა იგივე ბუგი-ბუგი პოზიცია ფანტასტიკურია ის რა ქვია სვინგის цаრი მაგრამ ძირითადში ბუგი-ბუგია ბლუზია ლენმილერი ბუგი-ბუგია ჯაზ ბლუზია ხო იმიტომ ვიძახი არ შეიძლება გაყოფა ამ ორი სტილის ხო სუერთად არის სუერთად არის ბუგი-ბუგი მე იგივე იმას აქვს შესრულებულები კაცო ბენი გუდმენს ფანტასტიკური ფანტასტიკური ხო აქაც ხო ჩამოსო მე უკვე წამოვიდა ესეთი გრილი ჯაზი და ბევრი სტილი წამოვიდა მაგრამ იცი დიდი როლი ითამაშა ბუგი-ბუგიდანაა წამოსული ისა რა ქვია როკ-ენ-როლი კი ბატონო როკ-ენ-როლი მე როკ-ენ-როლიდან წამოვიდა პირველი ელემენტები როკის ასე რიტმ ბლუზები და რაღაცა ხო რიტმ ხო კი ბატონო რიტმ ბლუზიც საწყისი ელემენტებია მაგათი მე უკვე წამოვიდა სხვები მე თუ მკითხავ მაინც როკ-ენ-როლში მეფე მართლა იყო ელვის პრესლი ელვის პრესლი ხო მართლა ეს მამა ხო კი ბატონო და როკში შენ რა მითხარი Queen-ზე გავიზარდი Queen-ზე კი არა იმასე
Pink Floyd-ზე გავიზარდო. ეს მაპატია და ეს ძალიან სერიოზული იყო Pink Floyd. Pink Floyd-იც და ისაც Queen-ი. Queen-ის ხო, Queen-იც და უფრო ადრეული ხო, ეხლანდელი ვარ ისე. Queen-ი უფრო ადრეული, ერთი პერიოდი. ერთი დაახლოებით, მაგრამ Pink Floyd უფრო ძველი ცოტა ხო. ცოტა hard rock-ში მაინც პარტლებია რა, მამა და გრანდფაგი და იურაიპი და ეგენი. მაგრამ რა არის იცი, რაღაც პერიოდი ეთყობა სისხლი რო გიდუხს, გინდა ეგეთი რამე და მე გადამიარა მაგან. ყველა მუსიკას თავის პერიოდია. 20 წლამდე ასაკში არა კაცოჭალმა არ გადამიარა. აბადობიდან არ გადამიარა ჯაზმა და ბლუზმა არ გადამიარა. ბლუზი გვიან იმას ვქენი, არა. ბლუზი ძალიან გვიან იმას ვქენი. ხო, ბლუზი უფრო მე ვფიქრობ, აი რაღაცა ასაკში რო შედიხარ და დამჯდარი რო ხარ უკვე და რაღაცა გარკვეულადაც შეგიძლია. ჯაზი ეს ისეთი მუსიკა, რომელსაც არ გადამიარა არასოდეს. კი. აი რა ხიბლი აქვს ჯაზს, რომ ხიბლავს და ეწეღანაც ვახსენე. იცი რა თავისუფლების ანტონალური არა გერები ხო? გვაქვს. მაგი არ არის ხიბლი. ხო და რა ხიბლა არის აი რო სიხარ და უსმენ ჯაზს, კარგ ჯაზს ვიცახი მე, რო usmen შენ თვითონ ასრულებს შიგნით. ტვინში რაღაცეებს. ეს არის თავისუფლება. ხდები კომპოზიტორი, თანა კომპოზიტორი. იცი შიგნით ხარ აბსოლუტურად თავისუფალი. აი მე და დამრიკო ვიყავი ჩარშან იმის კონცერტზე, რა ქვია. ჩვენი ჯაფარიძის და დინამის საათის. ჯაფარიძის. კი. ხო და აი როგორი სიამოვნებით უსმენ, იცი? და ესეთები რო ყავს და არაფასებს, არის კოშმარი. ხო და მეც მასანითად უკრავდი. ოღონდ რა თქმა უნდა მაგიდასთან რომელთანაც ვიჯექი და საიდანაც უსმენდი იქიდან მოყოლებული. იმიტომ რომ შიგ რაღაც ნიუანსებს შემებურად ვახუჭუჭებდი თავში და რაღაც ხო ხდები რაზე საუბარი. აი ეს აქ ჯაზს. შენ ხარ თანამონაწილე მისი მუდმივად. თანაშემქმნელი და თან თავისუფალი. აბსოლუტურად თავისუფალი, იმიტომ რომ ჯაზის შინაგანი თავისუფლება გააჩნია. გესმის? აი ეს მომენტია, არ ვიცი. აი რამდენი მზივარ იქა დავკვირვები ვარ ჩემთან ხანდახან, ჩემთან უნებურად. რო ჩავთავ. ვაფშე არ ვიცი ხანდახან ისეთი ახალი მუსიკა შემოვარდება. რადიოა და ხო. შემოვარდება 80% ვიცი ხოლმე როგორც წესი. ხო და შემოვარდება და დავკვირვები ვარ რომ მეც მივყვები. და მასთან ერთად ვარ. გესმის? აი რაღაცა ტვინში აიმპროვიზირებს და თან უმაღლეს პოეზიაა. კი ბატონო, ძალიან უმაღლეს ტონია. კი ბატონო. ანომალიურად ძლიერი პოეზია. გახსოვს იმას რომ რობაქიძეს დასმოგევლება სბელი ალერტი. ლექსია თავის იმაში გველის ჯამელი. კი. არა, გველის პერანკში, არა, გველის ჯამელი, ხო? არა, გველის პერანკი. გველის ჯამელი ვაჟასია კაცო. ხო. რო არის ხო? აი, ესეთ ემოციას მიტოვებდა მარტო ეგ ლექსი. ვაუ. ძალიან საინტერესოა. ძალიან ხო. მაგასირანგის პოეზია პრინციპში ხო რა? პოეზია. ჯაზი რა. ჯაზი უახლესი რანგის პოეზია. იცი, მანქანაში რო ჩავთავ და 109 დაყენე. კი ბატონო. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი. როგორც კი ჩავთავ, ეს მუსიკა შემოვარდება თუ არა, არ გვცნობ. მანქანაში დრო მიდის. ხო. ლამაზად. ესმის აი ეს პოზიცია. ლამაზად ხო. ეხა აი მაგ თემასაც შევეხეთ და რეზიუმისკენ რო წავიდეთ. ზოგადად ნუ ჯაზზე მოდი ცოტა მერე ვკითხოთ, მაგრამ ზოგადად მუსიკა აი ადამიანისთვის რას წარმოადგენს და რა აუცილებლობა სულიერი განვითარებისთვის, იცი? რა შეიძლება მუსიკა ის? მე გეტყვით ზოგადად, მარტო მუსიკა არა, ზოგადად შემოქმედებითი პროცესი. როგორ არის იცი? მათემატიკას აქვს ესეთი კანონი. აუცილებელი და საკმარისი პირობა. აუცილებელი პირობა ეს არის, აი მაგალითად რო სუნთქავ, რო ჭამ, რო სვამ, რო ჭერი უნდა გქონდეს თავზე, რომ უნდა გეცვასთანაც მე არ შეგცივდეს სამთარში მაგალითად. ჭერი იმდ წვიმარ დაგეცას თავზე და ასე შემდეგ და უნდა იძინო ბოლო-ბოლო სადღაც ისე რომ არ შეგასწორდა. ანუ ის ყველაფერი რაც აუცილებლად ჭირდება ადამიანს.
მაგრამ არის საკმარისი პირობა. ეს ყველაფერი თუ გაქვს, ეს ჯერ კიდე არნიშნავს, რომ შენ ადამიანი ხარ. ადამიანი ხარ თუ იმ საკმარის პირობასაც აკმაყოფილებ. საკმარისი პირობა ეს არის ჰარმონიულ მდგომარეობაში შენი ყოფნა, განვითარება, მუდმივი. აჰა, კი ბატონო. თვითგანვითარება. თვითგანვითარება. კი ბატონო. აი აქ მე ვიტყოდი, რომ პირველი ადგილი უჭირავს მუსიკას. პირველად იყოს სიტყვა. ბგერა, სიტყვა იყო. გერებისგან შედგება სიტყვა. კი ბატონო. აი ამიტომ გჭირდება მუსიკა. ისე როგორც პოეზია გჭირდება. მე ყველაფერს უმაღლესი რანგისას ვეძახი პოეზიას. ეს არის მუსიკაც, ოღონდ მხოლოდ უმაღლესი რანგის მუსიკა. ეს არის თვითონ ლიტერატურაც, რა თქმა უნდა, სულ ერთი არა ლიტერატურა. თავარია რამდენად პოეტურია ეს ლიტერატურა. ეს არის მხატვრობაც თუ ის პოეტურია თავის დროით. მაგრამ ვიღაცა რაღაცას რომ იმიჩხაპნის და დაარქმევს რომ გენიალურობა დამიდო. ეს მასიურია. ხო, აი მაგალითად მალევიჩის კვადრატი. ხო, ამას მე ვერ მივიღებ ვერასოდეს. მან პირველ რიგში ესთეტიური სიამოვნება უნდა მომანიჭოს. პირველმაც, მეორემაც და მესამემაც. გენიალური ლიტერატურა. ფილოსოფია არ არის. ფილოსოფია აზროვნის ნახვის შედეგია. ის არა ის ემოციის შედეგი. ეს ემოცია. ნამდვილი და მხოლოდ მერეა უკვე გონება და აზრი ჩადებული. და თქვენთვის უმაღლესი რანგის ზოგადად ნუ ხელოვნება, მაგრამ მუსიკა რა არის, როცა გული და გონება ერთმანეთის როცა არა. თუ მხოლოდ გულიდან პირველ რიგში გული. გულზე უნდა ემატება. ანუ როგორ არის, იცი, ფანტასტიკურია ადამიანი, რომელიც ემოციურად გრძნობს, ბოლომდე მაგრამ ტექნიკურად ახერხებს მის შესრულებას. ძალიან ხშირად პროფესიონალიზმი რა თქმა უნდა. ხო, ძალიან ხშირად მიფიქრია მაგაზე. მე რო ტექნიკურად შემეძლოს იმის შესრულება, რაც მე მესმის, ხო, სხვას არაფერს აღარ მოგკითხე. მაგას სპეციალობა უნდა, სხვა არაფერი. ხო, მაგრამ ამის დრო ამჩნევ. ხო. ეს ძალიან დიდი რამეა. კი. ძალიან დიდი რამე. აი, როგორ შეიძლება ხადახარ კეთილი შურით მშურს ხოლმე. აი ჩავთავ მაგალითად ჯოპას და როგორ ახერხებს ამის გაკეთებას ჯოპას ფანტასტიკური გიტარისტი. კი, ხო. აი ესეთი მომენტებზე ვიცახი. ან იმ ჰარმონიაში რო გაშლიან, იმ აკაპელებში რო გაშლიან. მესმის იცი ჩემ თავში მესმის ხშირად როგორი იქნება ესა თუ ის აკაპელა. მაგრამ ამას ხო გაკეთება უნდა. ნუ მაგას სხვა ცოდნა უნდა და მზაობა და ცნობიერება. კი ბატონო, კი ბატონო. და ძალიან მაგარი რაღაცაა სხვათა შორის. ძალიან მაგარია, როცა კარგად აკეთებენ, ძალიან მაგარია. შეიძლება იგივე ცნობილი სიმღერაც გააკეთო, სხვათა შორის ძალიან მომეწონა მოვისმინე ბავშვების აკაპელა. ქართველები? ქართველების ხო? ქვინის სიმღერა ჰქონდათ გაკეთებული, ბარჩუკიცის. გელა ბარჩუკიცის. ფანტასტიკური გაკეთებული აკაპელა იყო. კი. ბავშვები ძალიან მაგრები არიან. მაგრები. კი. ხოლო ქვინი მე რომ მკითხო ამ როკში გამონაკლისია. ძალიან მაღალი დონეა. როდესაც კი პროფესიული თვალსაზრისით. კი ბატონო, კი ბატონო. კი, ეს არის რა ვიცი, ეს არის ჩემი მუსიკის. ძალიან ხშირად უსმენ YouTube-ზე ძალიან ბევრი. აკაპელები, დავწერე აკაპელას და ამონხრის მოამრავს. ხო. არის ზანგური აკაპელები, ჯაზური აკაპელები, არა, ხალხური ზანგურიც. ხო. აი ფანტასტიკურები. კი. ძალიან ცირარი ეგენი შავკანიანები, აი მაგათი ხალხური აკაპელა ძალიან ანუ ძველია და მაგიტომაც არის ძალიან ასტრალური რა. ბლუზი რა არის? ბლუზი სუფთა მაგმოსველი სუფთა ზანგური ბლუზი, აფრიკული ბლუზი. არა ევროპულს ვიცახი. კი ბატონო, იქ სადაც ეს ინსტრუმენტი არა ამერიკულს უბრალოდ. ამერიკული ბლუზი კიდევ უფრო თითქოს გაკეთილშობილებულია. ხო. ჯაზი როგორ შეიქმნა? ზანგური ბლუზი, იგივე გასპელი. პლუს ის რა ქვია, ევროპული, გერმანული რეგტაიმი. და პლუს დიქსილენდი სამხედრო.
კი ბატონო. აი ამ სამი მუსიკის შეჯვარებით, ანუ ევროპული კლასიკით და იბით. უდრის ჯაზი, მათემატიკული ფორმულაც გამოვიყარა. კი, და გამოვიდა ჯაზი. კი ბატონო. პირველი ჯაზი გადახედე, რომელსაც გინდა. და 1903 წელს ეკლესიაში გალობდა ესეთი იყო Little Boy. კი. კი. ამიგი. ის იყო პასტორი იყო. მე მისი მოსმენილი მაქვს თავიდან ბოლომდე მისი ერთი გალობა საკონცერტო. თონდა დისკი. ვაა, ჩანაწერი, ძველი ჩანაწერი 1903 წლის. ვერ იტყვი რომ ეს სუფთა ბლუზია. ვერ იტყვი რომ ეს სუფთა გასპელია. მთელი ხალხი ყვება დარბაზში, სანგურ ეკლესიაში ხდება. ეს არის რაღაცა ჯაზის, ბლუზის, ყველაფრის ნაჯვარი და ეს არის Let's My People Go. აჰა. ლუი არმსტრონგი რომ ღერის Let's My People Go სამღერს იქ გამაგებს იმენა, მაგრამ მე ვიტყვი აი ამ სტილში ეს ხმები და ხალხის ტაში და ერთდროულად და პირდაპირ იმედანაა ჩაწერილი. ეს არის შოკი პროსტა. ეგ არის სუფთა სპირიტუალური რაღაც ეკლესიური ზანგური. მაბათი ჩვენ როცა ჯაზზე ლაპარაკობთ ყველა ბიბოპზე, იმაზე, ამაზე, ბრასროკზე, სტილებზე ვიძახი მე. და რატომღაც არ ვლაპარაკობთ გასპელ ჯაზზე. ხო. პირველი ჯაზი იყო კონკრეტულად 20-იან წლებამდე. ეს იყო სანამ სვინგი კიდე შემოვიდოდა ღრმად, ეს იყო გასპელ ჯაზი. კი ბატონო. ჯაზი რომელსაც მხოლოდ ზანგები მღეროდნენ და ქუჩაში მღეროდნენ. საკონცერტო დარბაზებში კი არა. კი ბატონო. უბნებში, ეკლესიებში, რა თქმა უნდა. ეს იყო გასპელ ჯაზი. ეს იყო შოკი პროსტა. და ლუი არმსტრონგის სიმღერებს რო ვიღებთ, ხო. ყოველ 5 სიმღერაში 1 ან 2 გასპელ ჯაზია. კი. იმიტომ რომ ზეგავლენა აქ. იქ გაიზარდა და წერა კითხვა არ იცოდა, პირველად დაკვრა რო დაიწყო. ხო. არც მაგან არც დუკ ელექტორ. 25 წლის ამიყო დუკ ელექტორმა რო ისწავლა. ხო. და კაცი შედევრებს ქმნიდა. ამ სიტყვის როლი მნიშვნელობით. ერთი გიტარით, 4 ხმით და 1 ტრუბით. არის შესრულებული მთლიანად ინკ-პოტის ჯაზი. 1932 წლის კონცერტი. რომ მოისმინო, შოქში ჩაგაგდებს, ისეთებია. ხო. ეს არის, იცი, ფესვები საიდან ამოდიხარ. უნდა გახსოვდეს. და ამერიკელ ზანგებს როდესაც ესეთი მაგარი ჯაზი გამოუვიდათ და მე იმაზე თეთრებმა რა თქმა უნდა ფანტასტიკურ დონეზე განავითარეს, იმიტომ თეთრები ერუდირებულები იყვნენ. უფრო გონებრივად პირველი ბენი გუდმენი იყო, რომელსაც ეს ყველაფერი გახსნა, ხო? ლესტერ იანგების საქსოფონისტები რაღაცები. ხო. ეს რომ იმასაკნეს, გადმოიტანეს და დაიწყეს, ხო, შეწარმოდგინე ქართულს არ შეეძლო, იგივე ფუნდამენტები დეკით ჩვენც. და რატომ ესეთი დიფერენციაცია? ჩვენ ცუდ დროში მოგვიწია ცხოვრება. ეგ არის, ხო. და მე ვფიქრობ, რომ გეოგრაფიულადაც სხვაგანა ვართ. არა, გეოგრაფიულად იდეალურ ადგილზე ვართ. ხო? კი. მუსიკალური თვალსაზრისით. მუსიკალური თვალსაზრისით ძალიან დაგვეხმარა, იმიტომ რომ მე ხო გითხარი. აი ეს ბუნების სივრცე ჩვენი ძალიან მოგწონს ეს მრავალხმიანები და ისინი სულ სამხრეთია. ხო. თან სამხრეთის როგორი ჯუნგლები და ჯუნგლების სამხრეთი. არა ზემოთ ჩრდილოეთი, სადაც მოტრიალებულია, ეს სხვანაირი მუსიკაა. კი ბატონო. და საქართველოში ყველა ტიპია. ხო, ზღვაც არის, მთაც არის, ბარის და უდაბნოს და ყველაფერი აბსოლუტურად. ჩვენ არა, მაგ თვალსაზრისით ჩვენ იდეალურ ადგილზე ვცხოვრობდით და მაგის გარდა ხალხის ცნობიერებაც სხვანაირი ემოციური ცნობიერებაზე მაგ ამ შემთხვევაში ლაპარაკი, იმიტომ რომ ადამიანებს ლაპარაკობ ძირითადად გულის ცნობიერებაზეა საუბარი. ფანტასტიკურია. ამას ვერ იმასისამ ამ ხალხს. და მუსიკა ზუსტად მაგაზე მეტყველებს, რომ ჩვენ საკმაოდ ინტელექტუალური ერი ვართ. მე ხალხურზე მაქსი ძირითადში საუბარი. კი, ანუ ძველი დროიდან მაგრამ ხო, მაგრამ ამას ყველაფერს ნაკლები ყურადღება მიექცა მე. ამერიკაშიც პირველად ზანგებად იმბარო დაიწყეს, ისევ თეთრებმა მიექცეს. მე განავითარეს. სხვათაშორის ჩვენთან აი არ ვიცი, ხა, ეგ ალბათ ისტორიის სხვა რაღაცები ის არის, მაგრამ საბჭოთა პერიოდმა ხო გამოვიდა. გააფუჭა ბევრი რამე.
მაინც გამოჩნდა რაღაცები ძალიან კარგი, მაგრამ როგორ იყო ხო, მაგრამ განვითარდებოდა. ბევრად არა, ეს რო კაპიტალისტური დარჩენილი იყო, სხვანაირი სივრცე დარჩენილი იყო, ძალიან მაღალ დონეზე განვითარდებოდა, იმიტომ რომ როგორ არის იცი ნომენკლატურული პოეტები, ნომენკლატურული მწერლები, ნომენკლატურული კომპოზიტორები, ანუ მე მათ ვეძახი ვითომ კომპოზიტორები, ვითომ მწერლები, ვითომ აი ესეთი ხალხი ყავდა. ხო და სერიოზული ვინც იყო უკან იხევდა. და არ ჩანდა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა არ ჩანდა. იმიტომ რომ გამოჩენასაც ხარდაჭერა ჭირდება გარკვეულად. კი ბატონო. და საბჭოთა კავშირში ალბათ ვინც გამოჩნდებოდა უკან ხვდნელი გარკვეული პერიოდი ჩანდნენ. აი მაგალითად იგივე ისაც გავლენების მომენტი იყო და ეთყობა ამერიკელებმა რომ გააკეთეს ათქენდა ამათაც შეეჯსანამ სტალინი იყო. ჯერ კიდე გაიხსენე მაგალითად იგივე ფილმები, უნიჭო ფილმები, როგორც ფილმები, მაგრამ გენიალური მუსიკით. აი ეს მაგალითად რუსული ფილმები რო იყო, ვოლგა-ვოლგანი, ისა რა ქვია მეორე სპივაკოვი კი არა, ნიკოლი ტრუბაჩი. ვესელერებია და. კი. ხო, ჯაზია. ჩვეულებრივი ჯაზია, ოღონდ როგორია, ესენი გამოდის იმ მომენტში, როდესაც ამერიკაში გამოდის ერნა და სოლნეჩნი იტალინი და ესეთი ფილმები. ხო. 40-იანი წლები, 30-იანი 40-იანი წლები. და მაგის მიბაძვა იყო გარკვეულად, მაგრამ გენიალური მუსიკა, თავიანთი მუსიკა ჰქონდათ, არ იყო ეს ამერიკული ჯაზი არ იყო, ნამდვილად არ იყო. ასევე იყო საქართველოში. ეხლა გაიხსენე ბუნებასთან ჰარმონია როგორ არის ვესელერებიათაში ეს ძროხარო ბღავის იქა და ეს რომ პამ ბიაპოს ხო არა ფანტასტიკური რაღაცები კონტენტი იყო რაღაცები კი რაღაცა მცდელობები იყო მაგრამ მე უცბად ეს ყველაფერი ჩაიკეტა სავით და სახელმწიფო მაგარი მე არ ვიცი რა ვკრავდნენ ჯას მე ჩემი ახალგაზრდობა ვაკის პარკში ღია დარბაზში ყურაშვილი მოდიოდა ჯაფარიძე ესენი უკრავდნენ რუსეთიდან ჩამოდიოდნენ და ვიჯექით და ბიჭები უსმენთ მაგრამ 20-30 კაცი უსმენთ ხოლმე ანუ თქვათ დარბაზს რო დაიკავებდა უზარმაზარ დარბაზს ასე რა ქვია ვიღაცის კონცერტი ჭეკლასის კონცერტი ესე არ იყო ხო პლუს იყო რომ უცხოეთთანაც ხდებოდა სამწუხაროდ მაგალითად ბიბი კინგი იყო თბილისში ჩამოსული მის კონცერტზე ვარ ნამყოფი და ასე შემდეგ ხანდახან ხდებოდა ესეთი ამბებიც ფესტივალები ტარდებოდა ჯაზში ჯაზ ფესტივალები ჯაზს ტარდებოდა 80 წელში ძალიან კაი ფესტივალი ჩატარდა თბილისში და გიული ჭანტურიანაც იყო ფანტასტიკურად იმღერა ორგიდა ბესიდან მარიები და რაღაცეები იყო ესეთი რაღაცეები იყო მაგრამ ეს იმდენად იშვიათობა იყო და ამას იმდენად არ ედგა სახელმწიფო გვერდზე გესმის გო რომ შესაბამისად განვითარება აბა აი ამ დონეზე იყო ძირითადად სასწავლი და იმიტომ ან ერთდროს პირველი მე ფაიტონე და ჩიტო გრიტო ხრიტ აი ეს რა ძირითადში პოპულარული ეს იყო ხო ხალხსაც რასაც მიაწვდი იმას ღებულობს კი მაგრამ მსმენელი იყო ბევრი კაი მსმენელი იყო იმიტომ იყო ხა ეს როკიც იყო როკის თავის მსმენელი ყავდა მაგრამ ჯაზ ბევრი მსმენელი ყავდა თბილისში ასე დისკებს ვაგროვებდი სანდოვალი იყო კუბური დისკები გამოდიოდა ხო და ესეთი სანდოვალი კატმოსმენელი კი როგორ არის შემეცეს საყოველთაოდ იყო ესპანური ფანტაზია მაშინ 65 წელს გამოვიდა დისკი ესე ერქვა ესპანეთის გახსენება აჰა კონცერტი იყო ფანტასტიკური კონცერტი იყო და მე არ მახსოვს ხაცისებს არა ხოლმე ძველია ეგ ძველია შეიძლება აი ხა ლუი ამსტრონგი კია მეფე მაგრამ ლუი ამსტრონგი თავის თლიანი შემოქმედებით არის მეფე თორე როგორც ტრუბაჩის ამდოვალი ნაკლებია მაგრამ იგივე ვინტორ მარსალესი სანდოვალი და კიდე ძალიან ბევრი ლუი ამსტრონგიდან მოდის ყველა ლუი ის ფუნდამენტი როგორც ელა ფიჯერალდია ჯარში ფუნდამენტი ვოკალის ფუნდამენტი ელა ფიჯერალდია ერთ-ერთი მამა აბარა და ელა ფიჯერალდსაც თავის ფუნდამენტები ყავდა კაცო ესე კი არა მე ვიძახი ზენიტში რომ მივიდა პირველი და როცა ეს გახადა მნიშვნელოვანი უკვე ძალიან დონეზე რო აიყვანა თორე ის რო იყო რა ქვია იყო ეხლა სადღა არის
ხო რა 65 წლის კონცერტი ფანტასტიკურია თან. ის დები პოინტერები. Sister point. ხო, 3-4 ხო. აი ჯაზი. აი ვოკალი. კი ბატონო. ერთ-ერთი მაღალი დონე. ერთ-ერთი 70-იან წლებში ეგეთი არც არსებობდა. ხო, ნუ პრინციპში ხო. მახეთე ტრანსფერზე ბევრად მაგარია კაცო. კი. სულ ჯაზის ასპექტში. კი. მახეთე ტრანსფერს ბევრი ელემენტები აქვს ჯაზის გარდა, ჯაზ როკის და რაღაცები. ნუ ჯაზია ისეთ მაინც არა აქვს მნიშვნელობა. ძალიან მაგარია მახეთე. ჩვენ ყავდა ქართველებს კარგი. ისა რა ერქვა? ჯგუფი ყავდა ილაძის მე მგონი. ვია 75-ები. არა, ჯაზის. აი მენ ჯაზი? ხო. ჯაზის მე. აღარ მახსოვს რა ერქვა. თათუზე ყოლაშვილები დაიგენი ეგ თაობა? კი, მაგ თაობაში ოღონდ ვოკალისტების. აკაპელას პონტიში. გულიკო ჭანტურია. გულიკო ბრძოლია. ყოველეთი. გულიკო ძალიან მაგარია. მაგარია კი. ცოცხალია ხლაც. კი, მე კონსერვატორიაში ვსწავლობდი, ჩვენი ვოკალისტები გპს ჯაზ ორკესტრი ძალიან კარგი იყო. გპს კი. ერთი პერიოდი რერო იყო ძალიან კარგი. ამჟამად მე უკრავ გპს ჯაზ ორკესტრი. ხო, ძალიან კარგი იყო გპს ჯაზ ორკესტრი. მე მგონი ერთი ცოცხალიცაა ახლა ელერდაშვილი. ერთ-ერთი საქსოფონისტი. 80 წელს გადაცილებულია, სურათიც მასთან გადავიდა. ახსოვს ცოცხალია თუ არა, ხო? ცოცხალია, ახლა მიახლოებით 3 წელი არ გამიგია მისი სიკვდილი. მიახლოებით 2 წლის წინ ესეთ პარტზე ერთად ვიყავით და ვილაპარაკეთ. მაგარი. მოხუცია. ყველაზე ახალგაზრდა იყო მაშინ. ერთი 80 წელს გადაცილებული 84-85 წლის იქ. კი, უნდადი. ძალიან საინტერესო არის და იყო თქვენთან საუბარი და აი ეს რეზიუმე ცოტა გავგზელდა, მაგრამ აი ორი სიტყვით რომ აი მინდა რომ ხალხმა და ძალიან მეუბნება გაიგოს რომ მე ვთქვი მუსიკას ძალიან დიდი როლი აქვს, უმთავრესი როლი. აი ზუსტად ის აუცილებელი პირობა კი არა, საკმარისი პირობა. ხო. ეს არის ზუსტად შემოქმედება ზოგადად მუსიკა. ხელშეწყობას როგორ არ არის ხელშეწყობა დღეს. მე რასაც უყურებ, რასაც ესენი ხელს უწყობენ, იმას მე ფეხ შევუწყობდი. იმიტომ ხელშეწყობა არ ჭირდება იმას. ხო. ნამდვილი მუსიკას ხელი არ ეწყობა. კი ბატონო. არ ეწყობა. სერიოზულ მუსიკას. და ინგლისურზე არიან ძირითადში გადასულები. კი. ეხლა იცი რა არის? მე შენი შესრულებული ძალიან მაგრამ ხერი ხარ გენაცვალე, ძალიან დიდ პატივს გცემ. ხო. მაგრამ შენი შესრულებული ჯენი შოპლინი არ მინდა. ხო რა. კი ბატონო. ხო გესმის ჩემი. ყველას თავისი რეპერტუარი ორგანიზ და თავისი არა, თუ გინდა იგივე ჯენი შოპლინის რეპერტუარი შეასრულო, ოღონდ ჩენებურად შენ. ხო, აი გარი, ხო. ხო. იმიტომ რომ ეხლა რა ხდება ჩვენთან ძირითადში? ქართულ მუსიკას აღარავინ ქმნის. იმიტომ რომ რთული არ ვიძახი. რთულია. თავისას ახალს ჯაზს არავინ არ ქმნის. თუმცა მე გამოვიყენო ჩვენი ეთერი და მინდა თქვა რომ ბოლო 2 წელნახევარია ვცდილობ რომ ქართული ჯაზური და თანამედროვე სტილის შერწყმით გავაკეთო კომპოზიციები ალბომზე მუშაობ. ვოკალზე ვამბობ. კი, არის ვოკალურიც და ინსტრუმენტალურიც არის იქ და. ხო, იმიტომ რომ ძირითადი ახალს ამ ჯაზში ვოკალურს ხო ნაკლებად მე ქართული ნაკლებად. თორე ახლა ვიღაცები არიან ფანტასტიკურად ასრულებენ ქართულ კომპოზიციებს ჯაზურ პონჩში. კი ბატონო. და დამწყე კარგადაც აქვს, დაჟე ბლუზის პონჩი აქვს, ის რაღაც სიმღერა მოვისმინე, ძალიან კარგად ხედის, მაგრამ ერთი სიმღერაა ის. მე მინდა მთელი სტილი და მთელი განვითარდეს. კონცერტი რა. კონცერტი. აი ახლა იცი რა უნდა სიამოვნებით მოვალ გლენ მილერის კონცერტზე და ძალიან გამიხარდება გლენ მილერის სტილს ვიძახი იმის მუსიკაზე რა იცი რა გამიხარდება ძალიან აი ქართულ კონცერტს რომ მოусმინო ჯაზში ერთხელ სპეციალურად წავედით ფორტეპიანოზე უკრავდა გიგი პიანომენი ქართულს უკრავდა ხო სულ ყველაფერს იცი როგორ გამიხარდა მაგრამ ეს არ არის სრულყოფილი რატო არ არის სრულყოფილი იმიტომ რომ გიგი პიანომენმა რო დაუკრა სულ კარგულ ჯგუფთან ერთად და ეს მუსიკებიც რო დაუკრას ასაც უკრავს ხო გენიალური იქნება კი ბატონო ძალიან დიდი სტიმული იქნება გიგისთვის და ძალიან ბევრი მოусმენს
და ძალიან ბევრს გაზრდის. იცი რა არის, ბევრს გვაქვს სხვათაშორის მაგის მცდელობა, აი იგივე მეც, გიგისაც, გიორგი მიქაძია კიდე პიანისტი გენიდან, მაგარი პიანისტი და ჩვენ მეგობარი. არიან კიდე რამდენიმე ჩემი მეგობრები რომ ვცდილობთ, მაგრამ ხელშეწყობა არა. აი ეგ არის დიდი აი პრობლემა. ხლა გლენ მილერს ვაკეთებთ გენიალურს და რატო? გლენ მილერი ჯაზია, კი ბატონო. ბუგი-ვუგია ძირითადი რა. ხო და მაგრამ და სვინგი. გლენ მილერი მარტივი მოსასმენია. ჯაზის სხვა სტილებთან შედარებით. მაგრამ დასაკრავად საკმაოდ. არა, მე დასაკრავად მეცნია ამ შემთხვევაში დაფაზე არ ვსაუბრობ. ხო, არა, ის რომ. ეს მარტივი მოსასმენია. მეტნაკლებად ყურში ყველას გვაქვს გამჭდარი მისი ბაბადაბა, ბაბიდაბიდაბი. სიტყვაზე რა. ხო. ყველას აქვს ყურში. ან სინგი. ან სინგი. ყველაზე ბატონო. ყველა გვაქვს ეს ყურშიც გვაქვს გამჭდარი და ამიტომ კონცერტზე მოვა ისეთი ადამიანიც, რომელიც ჯერ კიდე არ ერკვევა. ამის შემდეგ რო ურთულებ პოზიციას უფრო კარგად იგებს. ხო. გიგი პიანომენი რას აკეთებს, იცი მაგას მე გეტყვით, ჩემი შემხედულებით ვიძახი. ის ისეთ რაღაცებს უკრავს, რაც ჩემთვის მიღებულია უკვე. აჰა. და უცბად იმას ვისმენ სხვანაირად, ჯაში. და უკვე ამას უფრო კარგად ვხებულობ. გესმის? ეხლა ეს ჩემზე არა მაქვს ლაპარაკი. ხო. მე მაქვს ლაპარაკი სხვა როცა უსმენს. ჩემთვის ადვილია. ხო. ნებისმიერ სიტუაციაში ჯაზის მოსმენა, მაგრამ ვიღაცა არ არის შეჩეული ჯაზს. ხო. ეხლა ვიღაცა შეჩულია დმპდერი ჩემის ჭაღარას. გესმის? და მისთვის ძნელი გასაგებია. ხო. ხო, ეს უნდა გაითვალისწინო ადამიანმა. აი ამას აქვს მნიშვნელობა. თუ გინდა რომ გაზარდო. მაგრამ შენ თუ გინდა უბრალოდ მაგარი შემსრულება, ეგ სხვა საკითხია. იცი რა ხარ მაღაზიაზე მივედით, მუსიკოსების ერთ-ერთი პრობლემაა რა, რომ სმენელს უნდა მოერგო, შენი შემოქმედებით მოარგო. სმენელი უნდა მოარგო. ხო არა? კი. იცი, როდესაც კარგ კონცერტის მოსმენას ვიწყებდი და არ ვიცოდი ვინ იყო, მას ან ვერ გებოდი, ან ვერა. ხო. ვიღებდი და ვიშორებდი. ხო. შენ ვერასოდეს შენ თუ სმენელს მოერგები, შენ გაფუჭდები. კი ბატონო. გესმის, იმიტომ რომ სმენელი შეიძლება იყოს დაბალი ხარისხისაც, შეიძლება იყოს მაღალი ხარისხისაც. და თუ სმენელი სერიოზული დონეა, ისე აუცილებლად მომოგერგოს. იმიტომ რომ რა არის, იცი, მე შენ შემოქმედება უნდა მანახო. მე კი შენი შემოქმედება ჩემგან კი არ უნდა წაიღო შემოქმედება. ხო. შენ მე როგორ მომერგები? ხო. მე რო ვიღაცის ლექსს ვიღებ და ვკითხულობ, მე არ ვთხოვლობ იმას, რომ იმან ჩემთვის დაწეროს ეს ლექსი. იმან უნდა მაგარი ლექსი დაწეროს. თუ მაგარია, მე იმას ვიკრწო. მე ხო, მივიღებ და თუ კარგი მკითხველი ვარ და თუ სერიოზული მკითხველი ვარ. ასევეა ლიტერატურაში, პროზაში. კი ბატონო. ყველაფერში ესეა, გესმის? არასოდეს არ ეცადოთ, რომ სმენელისთვის აკეთო მუსიკა, არა. ეს უკვე შოუა. ხო. მუსიკა შენთვის გააკეთე. და გაუზიარე სხვას. იმას მოეწონე. იმიტომ რომ შენთვის შენ იცი უმრავლესობა აკეთებს მუსიკას მართლა მსმენელისთვის და არა თავისთვის. იმიტომ რომ ერთხელ ერთს უთხარი, რომელიც თავის დროზე ჯაზს კარგად ვღეროდა. და მოგვიწია ერთხელ რაღაც შეკრება იყო და იქ მოგვიწია და მომხარე შენ ამ ტონის შესაძლებლობების გქონდა რატომ გეხარ ჯაზს, იმიტომ რომ ხალხს არ უნდა. ესეთი პასუხი იყო 90-იან წლების ასაკში. შენ დამთავრდა ეს აღარ არის მუსიკოსი. არც იქნება არასოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგრად იყო ჯაზში. ხო, მაგითო ვიძახი, მაგაზე არ არის დამოკიდებული. ხო. იცი რა, მე როცა წერ არ ვფიქრობ, როგორ მიიღებს კითხველი. ჩემთვის ხანდახან წერ ხოლმე და ვდები მასე ფეისბუქზე. კი. არასოდეს არ ვფიქრობ, როგორ მიიღებს კითხველი. მე წერ, იმიტომ რომ მე ეს მაწუხებს. გახსოვს ჯაზის განმარტება საჯვარედინში, ფილმში. რა არის ჯაზიო და როცა კარგი ადამიანი ცუდად არისო. შენი ემოციის გამოხატვა თავიდან. მუსიკა ეს არის, პოეზიაც ეს არის. ხო და შენ შენი ემოცია გამოხატე და შენ თუ სწორედ გამოხატა შენს ემოციას. იმიტომ რომ ემოცია შეიძლება იყოს სიხარული, შეიძლება იყოს ტკივილი, შეიძლება იყოს ყველაფერი შეიძლება იყოს, ხო? თუ შენ სწორედ მე მას მივიხებ, მინდა არ მინდა. ხო? თავი იყოს გემოვნებით გაკეთებული და მაღალი დონის. არა, სწორედ. სწორად, კი რა. გემოვნებითაა ყველაფერი აცორია. კი, ხო.
პრინციპში. რეალურად ეს არის. კი. უგემოვნოდ გადმოცემული ემოცია არ არის. ეს არის როგორ გითხრა. ზოგი იმიტომ წერს, რომ ერკვას პოეტი. მეტი არაფერი. ზოგი იმიტომ წერს მუსიკას, რომ უნდა დაწეროს მუსიკა. და უმრავლესობა ესეთია მუსიკა. ხო. ესეთია პოეზიაც. კი ბატონო. ისეთ რამეებს არ ახუნებენ ამ პოეზიაში, ვიკითხულობ გული აგერია. იგივე ხდება მუსიკაც იგივე. ხო, მაგითო ვიძახი, იმიტომ ვადრი ერთმანეთს. ხო. ხო. აქედან გამომდინარე შენ დაწერე კაცო. შენ დაწერე და მიიღებს ის, ვინც უნდა მიიღოს. შენ მაღალი დონე გაქვს, რატო დაბლდები იმისათვის, რომ უფრო დაბალი დონისთვის დაწერო? არ დაწერო უფრო დაბალი დონისთვის. ამით მუსიკას აყენებ შეურაცხყოფას. აკალინებს ყველა. და სამყაროს აყენებ შეურაცხყოფას. კი ბატონო. დაწერე ისე, როგორც შენ გესმის, თუ მაღალი დონესა, ის ადამიანი მოვა და ის მოგისმენს, ვისაც ინტელექტი მაღალზე აქვს და იმ დაბლა ვინც არის, იმას დაეხმარები რომ მაღლა ავიდეს. კი ბატონო. კი. ეს არის. ეს უნდა გაითვალისწინოს. რაღაცა მუსიკის წერის. უღრმესი მადლობა, უბრალოდ. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის, ესე იგი, მხარდამჭერია საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი და ატოპს აუდიო. და გამოიწერეთ ჩვენი კოდი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. დროებით.